საქართველოში 3 ახალი იუსტიციის სახლი შენდება. სამუშაოები დასკვნით ეტაპზე ახმეტის მუნიციპალიტეტში. იუსტიციის მინისტრი პაატა სარია პირველ მოადგილესთან ლაშა მაღრაძესთან და იუსტიციის სახლის თავმჯდომარესთან ვახტანგ ჟვანიესთან ერთად ახმეტაში, გლდანსა და მცხეთაში სამუშაოებს გაეცნო. ახალი ფილიალები მოქალაქეებს შესთავაზებს თანამედროვე ინფრასტრუქტურას და მომხმარებელზე მორგებულ გარემოს, რაც სერვისების კიდევ უფრო სწრაფად და ხარისხენად მიწოდებას უზრუნველყოფს. ჯამში ახლა დაშენებულ ფილიალებში 120-მდე ადამიანი დასაქმდება. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და მის დაქვემდებარებაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი იუსტიციის სახლი აგრძელებენ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, რომლის საბოლოო მიზანია, რომ იუსტიციის სახლი იყოს საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში. დღეს ამ პროექტის ფარგლებში ჩვენ მოვინახულეთ მცხეთის, ახმეტისა და გლდანის იუსტიციის სახლების მშენებლობა. მინდა ვახარო გლდანის მოსახლეობას, რომ იუსტიციის სახლი გლდანში ძალიან მალე დასრულდება და გლდანელებს და არა მარტო გლდანელებს, მიმდებარე ტერიტორიების მაცხოვრებლებს შესაძლებლობა ექნებათ ყველა ის სერვისი მიიღონ ადგილზე ამ იუსტიციის სახლში, რომელიც მიღება შესაძლებელია თბილისის ცენტრალურ იუსტიციის სახლში. ანალოგიურად მშენებლობა მიმდინარეობს და მომდევნო წლის გაზაფხულზე დასრულდება ქალაქ მცხეთაში, სადაც ძალიან დიდი ნაკადი არის მოსახლეობის განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში, საკურორტო სეზონზე და ამ ხრივაც ეს ხელს შეუწყობს იმას, რომ თბილისი განიტვირთება მომხმარებელთა ნაკადისაგან. მცხეთა ასევე შესთავაზებს მცხეთის იუსტიციის სახლი ყველა იმ სერვისს მომხმარებელს, რისი მიღება შესაძლებელია თბილისში. ანალოგიურად უკვე მომდევნო წლის დასასრულამდე დასრულდება მშენებლობა იუსტიციის სახლის ახმეტაში და იქაც მოსურველებს და მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება მიიღონ ყველა ის სერვისი, რაც მთელი საქართველოს მასშტაბით არის შესაძლებელი იუსტიციის სახლებში. ის რომ იუსტიციის სახლების მრავალფეროვანი მომსახურება კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდეს, ის რომ თითოეული პირი, რომელსაც სჭირდება ამა თუ იმ სერვისის მიღება იუსტიციის სახლში, არ დარჩეს მომსახურების გარეშე. ეს არის იუსტიციის სახლის და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი და ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ამ მიმართულებით. საქართველოში დაგვრჩა კიდევ რამდენიმე რეგიონი, სადაც უნდა აშენდეს იუსტიციის სახლები და აუცილებლად რამდენიმე წლის განმავლობაში ყველა ეს პროექტი წარმატებით იქნება დასრულებული. დღეს საქართველოს იუსტიციის მინისტრთან ერთად მიმდინარე მშენებლობებიდან მოვინახულეთ 3 იუსტიციის სახლის მშენებლობის პროცესი. ვიყავით ახმეტაში, მცხეთასა და გლდანის იუსტიციის სახლებში. მშენებლობის პროცესებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იუსტიციის სახლისთვის, რადგან ამ ნაბიჯების გადადგმით ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა საქართველოს თითოეულ მოქალაქესთან, რაც შეიძლება ახლოს მივიტანოთ ის 500-მდე სერვისი, რომელსაც მთელ ქვეყანას თავაზობს იუსტიციის სახლები. ქალაქ ახმეტაში მოვინახულეთ იუსტიციის სახლის მშენებლობის პროცესი. აღსანიშნავია, რომ კახეთის რეგიონში იქნება რიგით მე-20 იუსტიციის სახლი, რომელიც დასრულდება მომავალ წელს. ბუნებრივია, იუსტიციის სახლის დასრულების შემდგომ მოსახლეობას საშუალება იქნება 500-ზე მეტი სერვისი მიიღოს კომფორტულ გარემოში და ასევე იუსტიციის სახლში დასაქმდება 15-მდე ადგილობრივი მოსახლე.